ლამორტა ბეფანედის ლეგენდა დაახლოებით მე-9 საუკუნეს უკავშირდება და სამხრეთ იტალიის ულამაზეს ქალაქ ბარიში ჩაისახა. 847-871 წლებში ქალაქი ბარი თურქ სარკინოსთა საემირო გახდა. ერთ-ერთი ამირა, სახელად მუფარანგი, თავისი სისასტიკით გამოირჩეოდა. ბარის მოსახლეობას ძალიან ავიწროვებდა. მათ ტრადიციებსა და რწმენას დასცინოდა. მოკლედ, მათი გამაჰმადიანება უნდოდა. ბარის მცხოვრებლები ქრისტიანულ რწმენასთან ერთად ძველ სრულწმენებსაც მისდევდნენ. მათ სჯეროდათ ჯადოქარი ქალის, ლამორტა ბეფანედის არსებობისა, რომელიც ბოროტს შურისგებით სჯიდა. 5 თუ 6 იანვრის ცივ ღამეს მუფარანგი ძველი ქალაქის ვიწრო ქუჩებში თამამად მიაბიჯებდა. გამომწვევად უხმობდა ლამორტა ბეფანატს, რომ გამოჩენილიყო და თავისი მაგიური ძალა ეჩვენებინა. მომიყვანეთ აბა ერთი ეს თქვენი კუდიანი, იყვირა მან, ვნახოთ ერთი რას შეძლებს ჩემ წინააღმდეგ. იმ წამსვე ჭრდილებიდან გამოჩნდა შავ მანტიაში გახვეული მოხუცი ქალი, თვალები კატისებურად მბზინავი, ხელში ალესილი ნამგალი. მუფარანგმა დაცინვა კი არ შეწყვიტა, მაგრამ სიტყვის თქმაც ვეღარ დასცალდა. ბეფანადმა ნამგლის ერთი მოქნევით თავი მოჰკვეთა. ამბობენ, რომ თავი იმ ღამეს ბარის ერთ-ერთ კედელზე ჩაიჭედა და დღესაც იქ არის, ძველ ქუჩაზე სახელად სტრადა კვერჩა, ნომერი 10. ამბობენ იმასაც, რომ მას შემდეგ ყოველ 5 იანვარს ბეფანედის სული ბარიში ბრუნდება ბოროტების წინააღმდეგ. ეს ლეგენდა არ არის მხოლოდ ბავშვების დასაშინებელი ზღაპარი, ეს არის ბარის სულის ნაწილი, წინააღმდეგობისა და სამართლიანობის სიმბოლო. გინდა გაიგო მეტი იდუმალებით მოცული და ასევე საინტერესო ადგილებისა და ფაქტების შესახებ? მაშინ გამომყევი ჩემს ვირტუალურ ტურში და ერთად დავათვალიეროთ ამ ქალაქის ღირსშესანიშნაობები.